სინდისის 11 პატიმრის დღევანდელი სასამართლო პროცესი კი გადაიდო. საქმის არსებითი განხილვა მოსამართლე ნინო გალუსტაშვილს დაეწერა, რომელმაც სასამართლო პროცესი ისევ ნახევრად დახურული ფორმით წამოიწყო. სასამართლო დარბაზში არ შეუშვეს ბრალდებულების ოჯახის წევრები, ახლობლები. დღევანდელ პროცესს არ ესწრებოდა ერთ-ერთი ბრალდებული რეზო კიკნაძე, ის წინასხდომიდან მოსამართლემ გააძევა. მოსამართლე გალუსტაშვილმა სხდომა დაწყებიდან მალევე გადადო. დღესვე სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები რუსთაველზე აპირებენ საგანგებო განცხადების გაკეთებას, რა აქვთ მათ სათქმელი და რა გახდა სხდომის გადადების მიზეზი. გიორგი კვეჟინაძისგან გავიგებთ. რეჟიმის პატიმრების სასამართლო პროცესი ოჯახის წევრებისთვის დღესაც დახურული იყო. მოსამართლემ არ შეუშვა სასამართლოს სხდომათა დარბაზში არავინ გარდა მედიის წარმომადგენლებისა. დღევანდელ სხდომაზე იქიდან გამომდინარე, რომ საქმე დღეს დაეწერა ამ მოსამართლეს, მოსამართლე მიიღო გადაწყვეტილება, რომ დრო ჭირდება იმისათვის, რომ საქმის მასალებს გაეცნო, შესაბამისად მოითხოვა დრო, რომ გადადებულიყო აღნიშნული საქმე. შესაბამისად სასამართლო პროცესი ამ და ამ მიზეზით გადაიდო. რაც შეეხება თვითონ პროცესის მიმდინარეობას, იქამდე სანამ სხდომა გადაიდებოდა, ადვოკატებმა რამდენიმე შუამდგომლობა დააყენეს. ერთ-ერთი პირველი შუამდგომლობა იყო რეზო კიკნაძის ადვოკატის შუამდგომლობა და მოსამართლეს მან მიმართა თხოვნით და მოთხოვნით, რომ რეზო კიკნაძეს მიეცეს შესაძლებლობა, რომ სასამართლო პროცესებს დაესწროს და მიიღოს მან მონაწილეობა სასამართლო განხილვაში. კიდევ ერთი შუამდგომლობა, რომელიც ადვოკატებმა დააყენეს, ეს არის შედარებით უფრო დიდ დარბაზში ჩატარდეს სასამართლო პროცესები, რადგანაც იმ შემთხვევაში თუ საქმის განხილვა გაგრძელდება პატარა სასამართლო სხდომათა დარბაზში, ამ შემთხვევაში ვერ მოხდება დაცვის უფლება და დაცვის უფლება წაერთმევად ბრალდებულებს, რადგანაც ადვოკატები კომუნიკაციასაც კი ვერ ახერხებენ სასამართლო სხდომათა დარბაზში ბრალდებულებთან, მათ დაცვის ქვეშ ყოფებთან. კიდევ ერთი შუამდგომლობა, რომელზეც დღეს ისაუბრეს ადვოკატებმა, ეს იყო სხდომის საჯაროობა. მათ მოუწოდეს მოსამართლეს, რომ სხდომა იყოს ღია და გახსნელი, მათ შორის მოქალაქეებისათვის და პატიმრების ოჯახის წევრებისთვის, რადგანაც ამ საქმესთან დაკავშირებით არსებობს საჯარო მაღალი ინტერესი, შესაბამისად სხდომა უნდა იყოს ღიად წარმართული. გარდა ამისა, ისინი აპელირებდნენ იმასთან დაკავშირებითაც, რომ პატიმრების ოჯახის წევრები ჩამოდიან სხვადასხვა რეგიონებიდან, ისინი გადიან საკმაოდ დიდ და შორ გზას იმისათვის, რომ სასამართლო პროცესებზე მაინც მოინახულონ ბრალდებული ოჯახის წევრები და მოსამართლეს მოუწოდებენ, რომ აღნიშნული სხდომა, როდესაც გაიმართება შემდეგი სასამართლო პროცესი, ეს არის 24 აპრილს, იყოს ღია. დავაყენეთ კონკრეტული საკითხი, რომ მომდევნო ეტაპზე არსებითი განხილვის პროცესები წარმართულიყო გახსნილ რეჟიმში, რათა ოჯახის წევრებს მისცემოდა დასწრების შესაძლებლობა. მეორე საკითხი, რაც მნიშვნელოვანი იყო, მეორე და მესამე დარბაზში, რომელიც შედარებით საშუალო ტიპის დარბაზებად ითვლება, ვერ იქნება უზრუნველყოფილი დაცვის უფლება და ეფექტურად კომუნიკაციის უფლება ჩვენი დაცვის ქვეშ ყოფებთან. მედოვნებთ, რომ არ მოგვიწევს შუამდგომლობის დაყენება მომდევნო პროცესზე და მოსამართლე თავისი ინიციატივით საჯაროობის პრინციპზე დაყრდნობით გახსნის დახურულ პროცესს ერთის მხრივ და მეორეს მხრივ დიდ დარბაზში მოგცემს, ეს თქვა, დაცვის უფლების ეფექტურად განხორციელების უფლებას. უნებრივია, სასამართლოს სხდომის დარბაზი არ არის ადეკვატური, სასამართლოს წარმართვის მიზნებისთვის მნიშვნელობა არ აქვს, დაცვის უფლება იგივე სამართლიანი სასამართლოს უფლება დაირღვევა ტექნიკური მიზეზით თუ იზიდიური მიზეზით. ზუსტად აქედან გამომდინარე, ჩვენ ვითხოვეთ, რომ ყველა გათვლა, მათ შორის შემდეგი სხდომის თარიღები დანიშნულიყო იმ ლოგიკით, რომ ჩვენ შესაძლებლობა გვექნებოდა ის სხდომები გაგვემართა დიდ სასამართლოს სხდომის დარბაზში. საუბარია პირველ სხდომის დარბაზზე, რომელსაც 150 ადამიანის დატევის რესურსი აქვს. დიდი იმედი გვაქვს, რომ შემდეგი სხდომიდან უკვე სასამართლო გახსნილი ფორმატით გაგრძელდება და საშუალება იქნება ყველა დაინტერესებულ პირს დაესწროს და მონაწილეობა მიიღოს სასამართლო განხილვაში. დღესვე ცნობილი გახდა, რომ რეჟიმის პატიმრების ადვოკატების სარჩელი სტრასბურგის სასამართლომ წარმოებაში მიიღო და ევროპული სასამართლო დაიწყებს აღნიშნული საქმის განხილვას. ადვოკატებმა გაასაჩივრეს რამდენიმე რამ სტრასბურგის სასამართლოში, მათ შორის პატიმრობის გამოყენება, დაცვის უფლების წართმევა და ასე შემდეგ. ახლა მათ შორის ადვოკატებიც და თავად რეჟიმის ტყვეებიც ელოდებიან, თუ როგორი იქნება გადაწყვეტილება სტრასბურგის ადამიანის უფლებათა და ევროპული სასამართლოს მხრიდან, თუმცა ადვოკატებმა თავი შეიკავეს ბევრი საუბრისგან ამ საქმესთან დაკავშირებით და ისინი არიან მოლოდინის რეჟიმში.
ნიშნულოვანი ამბავი არის რა, რომ საქმე, რომელიც არ უკიდურესად პოლიტიკური, ანდრო ჭეჭინაძის და სხვა უკანონო მძევლების და ეს საჩივარი, რომელიც ჩვენ ძალიან მოკლე დროში გავაგზავნეთ სტრასბურგის სასამართლოში, მოკლე დროში მივიღეთ დადასტურება, რომ პირველი ეტაპი, რომელიც არის მიღება საჩივრის და განხილვის დაწყება, არის დადასტურებული და ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია. იქ სადაც ჩაბნელებულია სამართალი, ეს არის შიდა ეროვნული სასამართლო. სამართლის ხივი ჩანს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოდან და მე ძალიან დიდი იმედით უყურებ ამ პროცესს. ახლა დაიწყება მონიტორინგი ეგრეთ წოდებული სასამართლოს მხრიდან, ის რომ აქ რაც განვითარდება, მოვლენები ჩვენ გვექნება უკვე მუდმივი კომუნიკაცია ადამიანის უფლებათა ეროვნულ სასამართლოსთან, გავუგზავნით მას. ასევე მას ექნება კომუნიკაცია თავის მხრივ ხელისუფლებასთან, წარმომადგენელთან ხელისუფლების და ამის შემდგომ მიიღებს თვეების შემდგომ გადაწყვეტილებას. გადაწყვეტილება არის პირდაპირ საპროცესო კანონმდებლობის წერია, რომ ეს არის გადასინჯვის ასე თქვა საშუალება. ჩვენ მიმართავ შემდგომ სასამართლოს და ეს არის სავალდებულო აღსასრულებად. ჯერჯერობით არ ყოფილა შემთხვევა, როდესაც მინიმუმ ბოლო 10 წლების მანძილზე რომ სტრასბურგის გადაწყვეტილება არ ყოფილიყო აღსრულებული. იმის მიუხედავად, რომ საზოგადოებისთვის სხდომა დღევანდელიც იყო დახურული და ეს იყო მხოლოდ მედიისთვის ღია, თბილისის საქალაქო სასამართლოში რეჟიმის პატიმრების მხარდასაჭერად მაინც მოვიდნენ მათი მეგობრები, ოჯახის წევრები, კოლეგები, ნაცნობები, მათ შორის იყვნენ უკაცრავად მსახიობები, რომლებიც მხარდაჭერას უცხადებენ რეჟიმის ტყვეებს და ისინი აცხადებენ, რომ არ აქვთ მათ მოლოდინი იმისა, რომ მოსამართლე და სასამართლო იქნება სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტილების მიღებისას, თუმცა ეს მათი თქმით ეს არის მათი მოვალეობა, რომ მოვიდნენ თბილისის საქალაქო სასამართლოში და მხარდაჭერა გამოუცხადონ პოლიტპატიმრებს. მე მოვდივარ, იმიტომ რომ მაინც მგონია, რომ კიდე რაღაცა შეიძლება გქონდეთ ნამუსი შერჩენილი და უდანაშაულო ადამიანი ამდენ ხანი არ ყავდეთ და გამოუშვან, მაგრამ ერთადერთი დღეს რაც მაიმედებს არის, რომ ანდრო ჭეჭინაძის საქმე მიიღო სტრასბურგმა და იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე დადგება ის განაჩენი, რაც უნდა დადგეს. სამწუხაროდ მოხდა ისე, რომ მოსამართლემ, როგორც განაცხადა, თვითონ საქმე მოსამართლეს გადაეცა დღეს, ანუ ის არ იყო საქმის გაცნობილი და შესაბამისად სასამართლო პროცესი კიდევ ერთხელ გადაიდო. ჩვენ რა თქმა უნდა, რომ ყველა სასამართლოზე მოვალთ და ყველა სასამართლოზე აქავართ და შემდეგ სასამართლოზე აქვიქნებით, მაგრამ ამ ეტაპზე 22 დღით გადადეს პროცესი და არც ნახოთ რა იქნება. დღეს წესით რეჟიმის პატიმრების საქმის განხილვა არსებით ეტაპზე უნდა გადასულიყო და მხარეები შესავალი სიტყვით უნდა წარდგარიყვნენ მოსამართლის წინაშე, თუმცა სასამართლო პროცესი გადაიდო 24 აპრილამდე და სწორედ 24 აპრილს გახდება ცნობილი ამ მოსამართლის გადაწყვეტილება დატოვებს თუ არა ძალაში ის მისი წინამორბედის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას სხდომის დახურვასთან დაკავშირებით, ნაწილობრივ დახურვასთან დაკავშირებით, ასევე ჩატარდება თუ არა სასამართლო პროცესები დიდ დარბაზში და შემდეგ სასამართლო პროცესზე უკვე ისარგებლებენ მხარეები შესავალი სიტყვის უფლებითაც.